Gangsterul ფილმებში ყველაფერია. ღალატი, ერგულება, ამბიცია, ძალადობა და სტილი. ისინი ეხება ოჯახს, ძალაუფლებას და ამ ორივეს მოსაპოვებლად გადათქმულ ნაბიჯებს. მაგრამ განგსტერული ფილმები ასევე წარმოუდგენლად მრავალფეროვანია. ეპიკური დრამებიდან მხიარული კომედიებით, საერთაშორისო არაგახსნაურებული ფილმებით და ნეონუარის კლასიკებით. ასე რომ დღეს ჩვენ ფილმებს ვყოფთ 10 კატეგორიად, რათა ვიპოვოთ საუკეთესო განგსტერული ფილმები. სანამ სია შეუდგებით, გთხოვთ ვიდეო მოიწონოთ და ვებერთელას არხი გამოიწეროთ. ეხლა კი დავიწყოთ. პირველ რიგში დავიწყოთ კლასიკური განგსტერული ფილმებით. ეს ის ფილმებია, რომლებმაც შექმნეს განგსტერული ჟანრი. ამ ფილმებმა საფუძველი ჩაუყარეს ყველაფერს, რაც შემდეგ მოყვა. უამრავი ფილმის მოაზრება შეიძლება ამ კატეგორიაში, მაგალითად თეთრი სიცხე. ჯეიმს კეგნი საოცრად ასრულებს კოდი ჯარეტის როლს, დაუნდობელი და ურყევი განგსტერი დედის კომპლექსით. ფილმის კულმინაცია მართლაც რომ დაუვიწყარია. კიდევ ერთხელ ჯეიმს კეგნი ფილმში ანგელოზები ბინძური სახეებით, მაგრამ ამჯერად ასრულებს როკი სალივანის როლს, ქარიზმატური მაფიოზი დიდი გულით. ეს არის ერთგულებისა და თავგამოსყიდვის ისტორია, საკმაოდ ემოციური დასასრულით. მაგრამ რა თქმა უნდა, ამ კატეგორიის გამარჯვებულია ნათლიმამა. რა ხდის ნათლიმამას კლასიკად? ყველაფერი. ბრანდოს საკულტო პერფორმანსი თუ მაიკლ კორლეონეს დაუნდობელი ლიდერად გადაქცევა, ყველა სცენა არის მასტერკლასი კინოხელოვნებაში. ფრენსის ფორდ კოპოლამ არ გადაიღო მხოლოდ განგსტერული ფილმი, მან გადაიღო კინემატოგრაფიული ეპოსი ძალაუფლებაზე, ოჯახზე და ღალატზე, რომელიც უნაკლოა. შემდეგი კატეგორია არის თანამედროვე განგსტერული ეპოსები. ამ ფილმებმა მოგცა და დაგვანახა უფრო უხეში, უფრო ინტიმური სახე მაფიის ცხოვრებაზე. სის შედგენისას გავიაზრეთ, რომ ამ კატეგორიაში სულ მარტინ სკორსეზეს ფილმები იყო. სკორსეზე კიდევ განგსტერული ფილმების მამაა. მაგალითად, მისი უკანასკნელი განგსტერული ფილმი ირლანდიელი. უზარმაზარი ფილმია, საოცარი მსახიობებით, მაგრამ ბევრი თვლის, მათ შორის ჩვენც ვებერთელაში, რომ ეს მისი საუკეთესო ნაშრომი არა. თუნდაც კაზინოსთან შედარებით, სადაც სიხარბე, ღალატი და მაფიოზური პოლიტიკა ანგრევს ერთ დროს აყვავებულ იმპერიას. შერონ სტოუნი იპარავს ყველა სცენას, რომელშიც არის. მაგრამ ჩვენი აზრით, სკორსეზეს განგსტერულ ფილმებში აბსოლუტური ჩემპიონია გუდფელაზი. კაი ბიჭები. ენერგიული, მხიარული და სასტიკი. გუდფელაზი არის შიგნიდან დანახული მაფიის ცხოვრება, სადაც ჰენრი ჰილი ყვება ამ ცხოვრების ყველა დეტალს, ცუდს თუ კარგს, კოპაკაბანას უწყვეტი კადრი თუ ჯო პეშის შემზარავის სცენა, სასაცილო როგორ. სკორსეზემ გადაიღო ფილმი, რომელიც ცოცხალი და დაუვიწყარია. მერვე ადგილზე გამიხილოთ კატეგორია აღზევება და დაცემა. ეს ამბები განგსტერული ჟანრის გულია. ეს ფილმები კარგად აჩვენებენ ამბიციისა და ღალატის ფასს. მიესალმეთ ტონი მონტანას. ის მაიამის ნარკოვაჭრობის მწვერვალზე ადის, რასაც მისი მოსალოდნელი დაცემა მოყვება. სკარფეისი ბრაიან დე პალმას კლასიკაა. კიდევ გავიხსენოთ ფილმი ამერიკელი განგსტერი. კარგი ნომინანტია ამ კატეგორიაში. დენზელ ვაშინგტონი, როგორც ფრენკ ლუკასი, ჰარლემის ნარკომოვაჭრეა, რომელიც თავის იმპერიას დაუნდობელი სიზუსტით მართავს. რიდლი სკოტის დახვეწილი ძლიერი ფილმია. მაგრამ გამარჯვებული ამ კატეგორიაში არის ერთხელ ამერიკაში. სერჟიო ლეონეს ვრცელი ეპოსი არ არის მხოლოდ აღზევებისა და დაცემის ისტორია. ეს არის მედიტაცია დროზე, ერთგულებაზე და სინანულზე. საოცარი ვიზუალით, მუსიკალური გაფორმებით და კარიერის გამსაზღვრელი თამაშით ეს ფილმი ისეთივე გულსატკენია, რამდენადაც ლამაზი. განგსტერული კომედიები აზავებენ მაფიოზებსა და ქაოსს იუმორითა და გულით. ისინი იმის დასტურია, რომ დანაშაულიც კი შეიძლება იყოს სასაცილო. სასაცილო ფილმია დაიჭირო ჯუჯა. ჯონ ტრავოლტა შარმიანი მაფიოზია, რომელსაც ფილმების გადაღება უნდა. ეს არის მკვეთრი, მხიარული სატირა ჰოლივუდზე და მაფიაზე. გაი რიჩის დიდი კუში, ქაოტური კრიმინალური ფილმია სავსეა ექსცენტრიული პერსონაჟებით, შავი იუმორით და სწრაფი სიუჟეტით. ბრედ პიტი, როგორც სწრაფად მოლაპარაკე ბოშა მოკრევე, ლეგენდარულია. მაგრამ ჩვენი აზრით საუკეთესო მაფიოზური კომედია არის გაანალიზე ეს.
რობერტ დე ნირო დასცინის თავის მაფიოზურ პერსონაჟებს. ის თამაშობს დასტრესილ კრიმინალურ ავტორიტეტს, რომელიც თერაპიას გადის. ბილი კრისტალი კი როგორც მისი თერაპევტი არის შეუდარებელი. გაანალიზე ეს არის გვიანური, მხიარული და საკმაოდ გულთბილი ფილმი. შემდეგი კატეგორია საერთაშორისო განგსტერული ფილმები. განგსტერული ისტორიები არ არის მხოლოდ ამერიკული ფენომენი. მთელს მსოფლიოში ეს ფილმები ასახავს ადგილობრივ კულტურებს და უნივერსალურ ბრძოლას ძალაუფლებისთვის, ერთგულებისთვის და გადარჩენისათვის. მაგალითად ავიღოთ იტალიური გომორა. სასტიკად რეალისტური ჩაძიება იტალიის კამორას სინდიკატში. გომორას არერიდება ოჯახებსა და კომუნებზე ორგანიზებული კრიმინალის დამანგრეველი ზემოქმედების ჩვენება. ჯონტოს არჩევნები ჰონკონგის ტრიადების საინტერესო გამოკვლევაა. შექსპირული ბრძოლაა ძალაუფლებაზე, რომელიც სავსეა დაძაბულობით და სტრატეგიით. ბნელი, დრამატული და დაუვიწყარი ფილმია. ჩვენ ამ კატეგორიაში გამარჯვებულად მივიჩნიეთ ჰონკონგის კლასიკა შიდა გარჩევები. ეს არის კატა თაგობანას თამაში პოლიციელზე და განგსტერზე, რომლებიც ორმა თამაშს თამაშობენ. იდეალურად შემუშავებული სიუჟეტი და ძალიან დაძაბული. შიდა გარჩევებმა შთააგონა სკორსეზეს განდგომილი და რჩება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო განგსტერულ ფილმად. მეხუთე კატეგორია დაუთმოთ ნეონუარ განგსტერულ ფილმებს. ეს ფილმები იღებენ კლასიკურ ნუარის მორალურად კომპლექსურ პერსონაჟებს და ბნელ ესთეტიკას და ანახლებენ მათ თანამედროვე სენსიტიურობით, ძალადობითა და სტილით. ძალიან კარგი ფილმია ბრაიან დე პალმას კარლიტოს გზა, სადაც ალ პაჩინოს კარლიტო ბრიგანტე არის განგსტერი, რომელიც ცდილობს დატოვოს კრიმინალური ცხოვრება, მაგრამ წარსული მას უკან ეკაჩება. ასევე მოგწონს ფილმი აღმოსავლური დაპირებები. ფილმში არის შემზარავი და უხეში ჩაძიება ლონდონში რუსულ მაფიაზე. ვიგო მორტენსენის დაუვიწყარი თამაში და საოცარი ბრძოლის სცენა აბანოში. მაგრამ ჩვენი ფავორიტი ამ კატეგორიაში არის მილერის გზაჯვარედინი. ძმები კოენები წარმოაჩენენ ბნელ, პოეტურ ამბავს ერთგულების, ძალაუფლებისა და ღალატის შესახებ, რომელიც ვითარდება აკრძალვის ეპოქის კრიმინალის ფონზე. გაბრიელ ბირნის ტომ რეიგანი არის უნივერსალური ანტიგმირი, რომელიც ნავიგირებს ცვალებად ალიანსების ქსელში გონიერებითა და მოწყვლადობით. ძალიან ელეგანტური და ემოციური ნოარია. რადგან შევეხეთ აკრძალვის ეპოქას, მოდით მთლიანი კატეგორიაც დავუთმოთ. ამერიკის 20-იანი წლები მარტო ჯაზის და დიდი დეპრესიის ეპოქა არ იყო. ეს იყო ბუტლეგერების, კორუფციის და მაფიის აღზევების პერიოდი და ძალიან ბევრი განგსტერული ფილმი იყო გადაღებული მაგ პერიოდში. მოდით ცოტა წესი დავარღვიოთ და სერიალი ვახსენოთ დანაშაულის იმპერია. სტივ ბუშემი ფანტასტიურია ამ უხვად დეტალიზირებულ სერიალში, რომელიც ღრმად იკვლევს აკრძალვის პერიოდის ატლანტიკ სიტის პოლიტიკასა და ძალადობას. ძალიან კარგი ფილმია მაიკლ მანის სახალხო მტრები, სადაც ჯონი დეპი ასრულებს ჯონ დილინჯერის როლს დეპრესიის ეპოქის განგსტერს და მის კატა თაგობანას თამაშს FBI-სთან. მაგრამ გამარჯვებული ამ კატეგორიაში არის ბრაიან დე პალმას კლასიკა ხელშეუხებელი. ბრაიან დე პალმას ეპიკური დაპირისპირება ელიოტ ნესის და ალ კაპონეს შორის არის სტილისა და დაძაბულობის მასტერკლასი. ეს არის აკრძალვის ეპოქის კრიმინალზე ყველაზე დრამატული და მასებზე მორგებული ფილმი. განგსტერული ფილმები ხშირად ერთგულებასა და ღალატზეა, მაგრამ ფსონები კიდევ უფრო მატულობენ, როდესაც კანონი შემოდის სურათში. ფარული პოლიციელები, ორმაგი აგენტები და მორალურად დაშლილი გმირები მთავარ სცენას იკავებენ. ამ კატეგორიას დავარქვათ კრიმინალი და კანონი. გავიხსენოთ ფილმი ფრანგული კავშირი. ჯინ ჰეკმანი და როი შაიდერი ნადირობენ ჰეროინის კონტრაბანდის საერთაშორისო რგოლზე. ფილმი არის უხეში, ინტენსიური და ერთ-ერთი საუკეთესო მანქანის დევნის სცენა აქვს კინოს ისტორიაში. სკორსეზეს განდგომილი არის თრილერი პოლიციელზე, რომელიც ფარულად არის ჩანერგილი მაფიაში და მაფიოზე, რომელიც ფარულად არის ჩანერგილი პოლიციაში. უკვე ნახსენებ შიდა გარჩევების სკორსეზული ვერსია და ფანტასტიკური ფილმია, რამაც სკორსეზეს ოსკარი მოუტანა. მაგრამ ჩვენი აზრით ამ კატეგორიის გამარჯვებულია დონი ბრასკო. ჯონ დეპი თამაშობს ფარულ FBI-ს აგენტს, რომელმაც შეაღწია მაფიაში და სახიფათო კავშირს აყალიბებს ალ პაჩინოს პერსონაჟთან.
დონი ბრასკო არის ინტენსიური, გულსამაჩუქებელი და სამსახიობო მასტერკლასი. ძალიან საინტერესო ერთგულების ისტორია, რომელიც ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული. რადგან რეალურ ამბებს შევეხეთ, მოდით მთელი კატეგორია დავუთმოთ ბიოგრაფიულ განგსტერულ ფილმებს. რეალურ ცხოვრებისეულ ისტორიებს განგსტერული ფილმების დრამა სრულიად ახალ დონეზე აყავს. ეს ფილმები ამტკიცებენ, რომ სიმართლე ზოგჯერ უფრო მიმზიდველია, ვიდრე მხატვრული ლიტერატურა. ჩვენ მოგწონს ფილმი ნიუ-იორკის მეფე, სადაც კრისტოფერ უოკენი ასრულებს ფრენკ უაიტის როლს, რომელიც კრიმინალურ ძალაუფლებას იყენებს ფილანთროპიისთვის, მაგრამ არ ერიბდება სისხლის დაღვრას თავის ტახტის შესანარჩუნებლად. ფილმი სტილიზირებულია და ბნელი. ამ ბაგზი, სადაც უორენ ბიტი ასრულებს ბაგზი სიგელის როლს, მაფიოზი, რომელიც ოცნებობდა ლას-ვეგასის სამოთხედ გადაქცევაზე. მაგრამ ამ კატეგორიაში საუკეთესო ფილმი ჩვენ მიგვაჩნია გოტი. გოტი ასახავს აღზევების და დაცემის ამბავს და ფილმის ფოკუსია ქარიზმა, ერთგულება და დაუნდობელი ამბიცია. ეს არის გამორჩეული ბიოგრაფიული განგსტერული ფილმი, რომელიც აღიარებულია ნამდვილი მაფიოზების მიერ როგორც ერთ-ერთი საუკეთესო განგსტერული ფილმი. პირველ ადგილზე კატეგორია არის კრიმინალური ოჯახი და ერთგულება. ოჯახი მრავალი განგსტერული ფილმის გულშია. იქნება ეს სისხლით ნათესავები თუ ნაპოვნი ოჯახი, ერთგულება არის ის, რაც ამ ისტორიებს დაუვიწყარს ხდის. ბრონქსის ისტორია, სადაც რობერტ დე ნირო თან მთავარ როლს ასრულებს და თან რეჟისორიცაა და მისი პარტნიორი ეკრანზე ჩარლზ პალმიტელი თან სცენარის ავტორია. ფილმი მოგვითხრობს გულწრფელ და მომხიბლელ ამბავს ბიჭის შესახებ, რომელიც შუაზე გახლეჩილია მამის ღირებულებებსა და მაფიის მიმზიდველობის შორის. ჩვენ ასევე ძალიან მოგწონს სემ მენდესის ფილმი დაწყევლილი გზა, სადაც ტომ ჰენქსი თამაშობს განგსტერს, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს. ფანტასტიკური კასტისგან შემდგარი ფილმია, ულამაზესად გადაღებული და საკმაოდ ემოციური ფილმი, რომელიც გასაკვირად ბევრმა არ იცის და ნამდვილად იმსახურებს ყურებას. მაგრამ ამ კატეგორიის გამარჯვებულად კიდევ ერთხელ ცოტა დავარღვიეთ წესი და დავაყენეთ სერიალი სოპრანოს კლანი. ტონი სოპრანო არ არის მხოლოდ მაფიის ბოსი. ის ღრმად კომპლექსური პერსონაჟია, რომელიც აბალანსებს ოჯახს, ძალაუფლებას და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ჯეიმს განდოლფინის ლეგენდარული შესრულებით სოპრანოს კლანმა ხელახლა განსაზღვრა, რა შეიძლება იყოს განგსტერული ისტორიები და რჩება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სატელევიზიო შოუ. თუ არ გინახავს რას აკეთებ, წადი უყურე. სულ ეს არის. რა თქმა უნდა, ეს სია არაა სრულყოფილი. ეს მხოლოდ ვებერთელას გუნდის წევრების აზრია. თუ თქვენი საყვარელი განგსტერული ფილმი არ მოხვდა სიაში, გთხოვთ კომენტარებში გაგვაგებინოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ვებერთელას არხი გამოიწეროთ და ბევრ საინტერესო ვიდეოებს გპირდებით. მადლობა, რომ გვიყურეთ და წარმატებები.